ეს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია კაცობრიობის ისტორიაში. უფრო სწრაფად ვიდრე Amazon-ი, უფრო სწრაფად ვიდრე Google-ი. 2010 წელს Groupon-ი აბსოლუტური გიგანტი იყო. ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ, იმდენად შეუჩერებლები, რომ $1 შესყიდვის შეთავაზება უარყვეს და გადაწყვიტეს მსოფლიო მარტო დაეპყროთ. ამის ნაცვლად Groupon-მა თავისი ღირებულების 99% დაკარგა. დღეს ეს არის მოჩვენებითი კორპორატიული ზომბი, რომელიც ფულს კარგავს და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ხუმრობის საგნა. როგორ შეიძლება ესეთი მასიური იმპერია ასე მძაფრად დაინგრეს? სიმართლე ისაა, რომ Groupon-ი სინამდვილეში ტექნოლოგიური კომპანია არ ყოფილა. ეს იყო მტაცებლური მახე, კომპანია, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანის ფსიქოლოგიის ექსპლუატაციაზე და იმ ბიზნესების გაკოტრებაზე, რომელთა მხარდაჭერასაც ამტკიცებდა. ეს არის Groupon-ის სასტიკი აუტოპსია, კორპორატიული სიკვდილის საბოლოო სპირალი. თავი პირველი, შიშის ძრავა. დამფუძნებელი Andrew Mason-ის იმედგაცრუებიდან, რომელიც ცდილობდა მობილურის კონტრაქტიდან გამოსვლას, Groupon-ს ძალიან მარტივი კონცეფცია ჰქონდა. რა მოხდებოდა თუ დიდი ჯგუფი ადამიანებისა ერთ მიზანს გაერთიანდებოდა? ის რაც დაიწყო როგორც ნაკლებად კონკრეტული ვებ პლატფორმა სახელად The Point, მალე გადაიქცა Groupon-ად, კომპანიად, რომელიც დიდ რაოდენობას ადამიანებს აერთიანებდა ერთი და იმავე პროდუქტის შესაძენად, რათა მიეღოთ დიდოთ დიდი ფასდაკლება. იდეა იყო, რომ ეს ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა. მყიდველები იღებდნენ ფასდაკლებას, ბიზნესი იღებდა ახალ მომხმარელთა დიდ ნაკადს, ხოლო Groupon-ი იღებდა მეტ გამომწერს. ყველაფერი მარტივად დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. ყველაფერი დაიწყო მარტივი შეთავაზებით. 2 პიცა ერთის ფასად. მოთელ ბარში, რესტორანში, რომელიც იმავე შენობაში იყო, სადაც Groupon-ი მდებარეობდა. საზოგადოებამ გამოიჩინა ინტერესი და კოლექტიურმა შესყიდვის სტრატეგიამ გაამართლა. 16 თვეში Groupon-ის ღირებულება $1 მეტი გახდა. ადამიანები სწრაფად ყიდულობდნენ შეთავაზებებს, როგორც კი ისინი ჩნდებოდა, ხოლო ყველაზე დიდი ფასდაკლებების მისაღებად შეჯიბრი დიდ ჩართულობას იწვევდა. Groupon-მა ფსიქოლოგია გამოიყენა და ადამიანის გონებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალა გაათავისუფლა. FOMO, გამოტოვების შიში. Groupon-ის ბიზნეს მოდელი ერთი შეხედვით მარტივი იყო, ხოლო დღიური შეთავაზება იყო ის ორიგინალური პროდუქტი, რომელსაც კომპანია სთავაზობდა. თითოეულს ჰქონდა ზღვარი, რომელიც უნდა შესრულებულიყო. თუ გარკვეული რაოდენობის ადამიანი დათანხმდებოდა შეთავაზებას და დარეგისტრირდებოდა, ეს შეთავაზება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა. თუ არა, ვის ჰაერში ქრება და არავინ იღებს მას. ეს იყო ჩართულობის გაზრდის გზა, მაგრამ ასევე ვაჭრებისთვის უსაფრთხოების მექანიზმადაც მუშაობდა. მათ არ მოუწევდათ შეთავაზების გაცემა, თუ მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზრდებოდა, რომ ეს დაეფინანსებინათ. და ყველა სარგებელს იღებდა ამით, განსაკუთრებით Groupon-ი. ეს იყო იდეალური მახე ძალიან ჩართული ადამიანებისთვის. გამომწვევი შეთავაზება ქვეყნდება, მაგრამ დროის წამზომი უკუთლას იწყებს. ადამიანები არა მხოლოდ თავად ყიდულობენ მას, არამედ სხვებსაც უნდა მოუძებნონ, რომ შეთავაზება შეინარჩუნონ. მოულოდნელად Groupon-ის ყოველი წევრი კომპანიის მარკეტერი ხდება, თავის მეგობრებს უყვება და სთხოვს, რომ დარეგისტრირდნენ. ფასდაკლებები ხშირად 50%-მდე იყო და მისი მიღების სიხარული არა მხოლოდ ამაღელვებელი, არამედ დამოკიდებულებასაც იწვევდა. Groupon-ის წარმატების საიდუმლო ის იყო, რომ ხალხი ყოველდღე ბრუნდებოდა, რათა ენახათ, რა ფასდაკლებას შეძლებდნენ ხელში ჩაგდებას. 2011 წელს Groupon-ი NASDAQ-ზე გამოვიდა და რეიტინგებში სწრაფად აიწია. ის გახდა ყველაზე დიდი IPO ინტერნეტ კომპანიებს შორის Google-ის შემდეგ. ყველაფერი შეუჩერებლად გამოიყურებოდა. მწვერვალზე ასლა ძალიან კარგი ჩანდა, რომ სიმართლე ყოფილიყო. და ასეც იყო. Groupon-ი მთლიანად ამ თავგადასავალზე იყო. კომპანიამ კუპონების შეგროვების პროცესი თამაშად აქცია და ციფრული კომერციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული აუდიტორია შექმნა. მაგრამ დიდხანს არ გასულა, რომ კომპანიის ბინძური საიდუმლოებები გამჟღავნდა და ხალხმა დაიწყო კითხვა, იყო თუ არა ეს ყველაფერი თაღლითობა. როგორც აღმოჩნდა, Groupon-ი შეიძლება არავისთვის იყოს კარგი, არც მომხმარებლებისთვის და მით უმეტეს არც გამყიდველებისთვის. მეორე თავი, Groupon-ის მათემატიკა. Groupon-ის ბინძური პატარა საიდუმლო ის იყო, რომ მას როგორმე უნდა ეშოვა მოგება. საიტის გამოყენება უფასო იყო, თუმცა ის სთავაზობდა გადახდილ სააბონენტო მოდელს $5 თვეში, რათა მომხმარებლებს მეტი და უკეთესი შეთავაზებები მიეღოთ. თუმცა ეს კომპანიის მოგების მარჟისთვის წვეთი იყო ზღვაში. ამის ნაცვლად გარიგების საფასურს ხშირად ბიზნესი იხდიდა, ხოლო Groupon-ი ყოველთვის თავის სასარგებლოდ აწყობდა მოგების გაყოფას. თავდაპირველად ის გარიგებებიდან შემოსავლის დაახლოებით ნახევარს იღებდა, რაც არა მხოლოდ იმ დღეს წამგებიანად ხდიდა, არამედ ზოგჯერ პარტნიორ კომპანიას გაკოტრებითაც კი ემუქრებოდა. ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებდა, Groupon-ი იყო. ერთმა რესტორანმა ეს მწარედ გამოსცადა. 2012 წელს ვაშინგტონში მდებარე რესტორანი სახელად Back Alley Waffles-მა Groupon-ის გარიგება მიიღო, რომელიც მას პოპულარულს გახდიდა. მაგრამ ის რაც ოცნება ჟღერდა, სწრაფად გადაიქცა ნამდვილ კოშმარად, ახლა უკვე დახურული რესტორნისთვის. რესტორანმა დახურვა სოციალური მედიის პოსტით გამოაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ Groupon-ი მათ ფინანსურ მდგომარეობას აზიანებდა. ასევე დაადანაშაულეს კომპანია ფინანსურ პრაქტიკებში, რომლებიც განზრახ აზიანებდა მათ პარტნიორებს და თაღლითობის ზღვარზე იყო. ამ ყველაფერს შეარქვეს სახელი, რომელიც ყველაფერს ამბობს: Groupon-ის მათემატიკა. თავიდანვე მათემატიკა, რომელიც Groupon-ს ამოძრავებდა, იშვიათად ამართლებდა მის პარტნიორებისთვის.
თქვათ, საცხობი გახდა დღიური შეთავაზების ობიექტი. ისინი ჩვეულებრივ ყიდიან მაღალი ხარისხის ტორტებს $50, მაგრამ დღეს ეს ტორტი მხოლოდ $25 ღირს. პირველად, ადამიანები, ვისაც მაღალი ხარისხის ტორტის ყიდვა არ შეუძლია, მიაწყდებიან მაღაზიას და შეიძენენ ტორტებს კომპანიისთვის ზარალზე. მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის დასაწყისია. ეხლა Groupon იღებს მათი ისედაც მწირი დღიური მოგების 50%-ს. ეს ნიშნავს, რომ ტორტზე, რომელიც ჩვეულებრივ $50 იყიდება, კომპანია იღებს მხოლოდ $12 და 50 ცენტს. ეს შეიძლება იყოს მასალებისა და შრომის ხარჯებზე ნაკლები, თუ კომპანიას უკიდურესად მაღალი მოგების მარჟა არ აქვს. ისინი ამ დღეს ფულს დაკარგავენ და რაც უფრო წარმატებულია Groupon-ი, მით უარესია ეს ბიზნესისთვის. მაგრამ მაინც, კომპანიას ხომ მაინც აქვს არამატერიალური სარგებელი, არა? Groupon-ის გაყიდვის მეთოდი კომპანიებისთვის იყო ის, რომ ეუბნებოდნენ, საბოლოო შედეგი იქნებოდა ახალი ერთგული მომხმარებლები. იდვალები, რომლებიც ჩვეულებრივ შანსს არ მისცემდნენ, იღებენ შესაძლებლობას, რომ სცადონ ისინი ხერმისაწვდომ ფასად და იმედია შეეჩვიონ. მაგრამ ეს იშვიათად ამართლებდა კომპანიისთვის. მომხმარებლები, რომლებსაც Groupon-ი უყვარდათ, მათ ფასის დიაპაზონში არ იყვნენ. როდესაც ნამსხვის ფასი მეორე დღეს ისევ $50-მდე, $50-მდე გაიზრდება, ადამიანები, ვისაც მისი ყიდვა არ შეუძლიათ, აღარ დაბრუნდებიან განმეორებითი შესყიდვისთვის. შეთავაზებებმა ერთგულება ნამდვილად შექმნა, მაგრამ არა ბიზნესისადმი, არამედ Groupon-ისადმი. Beck Alley Waffles-ის მიხედვით Groupon-ის ბიზნეს მოდელმა ისინი თავიდანვე უკანასკნელ ადგილზე დააყენა. რესტორანმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ყველა მოგება Groupon-ს დარჩა. ყოველდღიური შეთავაზების საშუალებით მიღებული შეკვეთები პლატფორმამ აიღო და მაშინვე შეინარჩუნა. ამასობაში Beck Alley Waffles თავისი წილის მიღება მოუწია, დალოდებოდა და ეს სწრაფად ახდებოდა. მოგება Groupon-მა 3 ჩეკად 60 დღის განმავლობაში გადაანაწილა. ასე რომ, მცირე ბიზნესი 2 თვე ელოდა იმ მწირ თანხას, რაც გამოიმუშავა. შემდეგ კი Groupon-მა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბრალდება პირდაპირ მფლობელ Craig Nelsonზე დააკისრა, განაცხადეს, რომ გარიგების პირობები თავიდანვე ნათელი იყო და ეს ყველაფერი მისი ბიზნესის ზრდისთვის იყო განკუთვნილი. მათ უარყვეს მტკიცება, რომ გარიგება ზედმეტად იყო გაყიდული და კომპანიას პრობლემები შეუქმნეს. ამის ნაცვლად მიანიშნეს, რომ Beck Alley Waffles ფინანსური პრობლემები გარიგებამდე უკვე ჰქონდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო თავი Groupon-ის ადრეულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორიაში. და ეს მხოლოდ გადახდის პროცესს არ ეხებოდა, არამედ კლიენტებსაც. იმ ბიზნესებმა, რომლებიც Groupon-თან თანამშრომლობდნენ, განაცხადეს, რომ გარიგება მათ ყველაზე ცუდი კლიენტები მოუყვანა. ისინი უხეშები იყვნენ, თავხედები, იშვიათად ტოვებდნენ ჩაის და თითქმის არასდროს ბრუნდებოდნენ უკან. ბევრი კომპანია დარეგისტრირდა Groupon-ზე, მაგრამ ძალიან ცოტამ გააკეთა ეს მეორედ. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელს კომპანიას აგრესიულად გაფართოებაში, ციფრული ტიტანის თავდაჯერებით. თუმცა კულისებში პრობლემები მწიფდებოდა და მხოლოდ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, სანამ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. მესამე თავი, მიწოდების ჯაჭვის აჯანყება. Groupon-ის ბიზნეს მოდელი გენიალურად ჩანდა. ის ეყრდნობოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას მსოფლიოში, სურვილს, რომ იაფად იყიდო რამე. მას ჰყავდა ძალიან ერთგული მომხმარებლები და უსასრულო რაოდენობის ახალი პარტნიორები, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი ცნობადობის ამაღლებას. კომპანია იმდენად თავდაჯერებული იყო, როცა მისი IPO ახლოვდებოდა, რომ მან დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი ნაბიჯი გადადგა. 2010 წელს მათთან Google მივიდა $5.3 მილიარდი შესყიდვის შეთავაზებით. ეს როგორც იუწყებიან მოჰყვა $3 მილიარდი Yahoo-ს შესყიდვის შეთავაზებას. ნებისმიერი მათგანი უმეტეს ტექნოლოგიურ სტარტაპისთვის საოცნებო წინადადება იქნებოდა. Groupon-მა ორივე კატეგორიულად უარყო. Google-ის უარყოფა ტექნოლოგიების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მომენტად ითვლება. ამას აღიქვამენ როგორც ქედმაღლობის გამოვლინებას ახალი, მაგრამ დაუმტკიცებელი ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიის მხრიდან. მაგრამ მათ ეგონათ, რომ შეუზღუდავი მოგების საიდუმლო ამოხსნეს. ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ფასდაკლებები მალე არ მობეზებდებოდათ. ამიტომ კომპანია მალე შეცვალა მიმართულება და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მომხმარებლებს უფრო სწრაფად და მარტივად მიეღოთ შეთავაზებები. როდესაც სმარტფონების ეპოქა სერიოზულად დაიწყო, მათ წარადგინეს აპლიკაცია სახელად Groupon Now, რომელიც შეთავაზებებს საკვების და გართობის მიხედვით ფილტრავდა და ადამიანებს საშუალებას აძლევდა ადგილმდებარეობის მიხედვით გზაში მიეღოთ ისინი. მათ დაამატეს გარანტია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები უკმაყოფილოდ არჩებოდნენ. Groupon Promise და 2012 წელს წარადგინეს მათი სააბონენტო სერვისი Groupon VIP. ამ ყველაფერს ვერაფერი შეაჩერებდა იმას, რაც უნდა მომხდარიყო. ჯერ კიდევ IPO-მდე Groupon-ი იძულებული გახდა შეეცვალა თავისი განაცხადი, როდესაც მისმა ბუღალტრებმა შენიშნეს, რომ მისი ციფრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. კომპანიამ აღიარა, რომ იყენებდა არატრადიციულ ბუღალტრულ მეთოდს, სახელწოდებით კორექტირებული კონსოლიდირებული სეგმენტის საოპერაციო შემოსავალი. ამ მეთოდმა მთლიანად გამორიცხა მისი უზარმაზარი ონლაინ მარკეტინგისა და გამომწერების მოზიდვის ხარჯები მოგების გამოთვლიდან, რათა ხელოვნურად შეექმნა ყალბი მომგებიანობა. ეს კომპანია საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად წარმოაჩინოს თავისი მომგებიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ბუღალტრული მონაცემების გაყალბება და ინვესტორების მოტყუება. თავიდანვე არსებობდა ეჭვები Groupon-ის გრძელვადვადიანი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.
კომპანია ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ ვენჩურული კაპიტალის დიდი ნაწილი გადაუხადა თავის დამფუძნებლებსა და მხარდამჭერებს, ნაცვლად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაებანდებინა. ამის გამო კომპანია ფინანსურად სუსტი იყო სტარტის დროს. მაგრამ ცუდი ამბები და უარყოფითი პრესა დაიწყო და არასდროს შეწყვეტილა. დასაწყისიდან 1 წლის განმავლობაში გრუპონმა დაკარგა თავისი პიკური ღირებულების თითქმის 80% და 2012 წლის ოქტომბერში თითო აქცია მხოლოდ $83 დაიხურა. კომპანიის დიდების დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან ბევრ ინვესტორს ეჭვი ეპარებოდა, იქნებოდა თუ არა ის კარგი გრძელვადიანი ინვესტიცია. და ისინი მართალი იყვნენ, რადგან კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა ჯერ კიდევ წინ ელოდათ. ცხადი იყო, რომ ბიზნეს მოდელი, რომელიც გარიგებების მაძიებლებზე იყო დამოკიდებული, მუშაობდა, მაგრამ ის არ გახდებოდა შემდეგი Amazon ან Google. Groupon's ერთი კრიტიკული ნაკლი ჰქონდა, რომელიც ყველაზე მტკივნეულ ადგილას უნდა დაერთხა. ის თავისთავად ბრენდად იქცა. ყველა იცნობდა მის სახელს, მაგრამ თუ შესათავაზებელი არაფერი ჰქონდა, არაფერს წარმოადგენდა. მას სჭირდებოდა გამყიდველები, რომლებიც გარიგებებში პარტნიორობას გაუწევდნენ. და თანდათან მათ ეს ხელში ამოუვიდათ. გრუპონის პირველივე რამდენიმე წლის განმავლობაში ათასობით ბიზნესმა თავისი შეთავაზებები ვებგვერდზე განათავსა, რათა ფასტაკლებების მაძიებლებს ეპოვათ ისინი. რესტორნები, სპა-სალონები, საცხობები, სასტუმროები და ბარები ყველაზე პოპულარულ არჩევანს წარმოადგენდნენ. და ყოველთვის ყველას ერთი და იგივე გამოცდილება ჰქონდა. გრუპონით მოგების მიღება უკიდურესად რთული იყო. ამიტომ გრუპონს ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტივის ძებნა მოუწია. სულ უფრო მეტად ფულს მოკლებულ კომპანიას იძულებული გახდა ძვირადღირებული გაყიდვების გუნდები დაეკირავებინა, რათა საკუთარი თავი პოტენციურ კლიენტებს გაეცნო. მათ ასევე გააძლიერეს თავიანთი მომხიბვლელი კამპანია, რათა ახალი მომხმარებლები დაერეგისტრირებინათ. ეს ნელ-ნელა აქცევდა კომპანიას ფასტაკლების სერვისიდან უფრო ძლიერ ტელემარკეტინგულ კომპანიად. მათი ახალი თანამშრომლების ბევრი ნაწილი ბიზნესებს ცივ ზარებს უკეთებდა, რათა აეხსნათ, რომ სინამდვილეში ეს შეთავაზება მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ გრუპონის აქციების ფასი სულ უფრო და უფრო ikლებდა, რადგან კომპანია მუდმივად უშვებდა არასავალდებულო პიარის შეცდომებს. 2011 წლის სუპერბოულის რეკლამაში კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს. კომპანიას სასამართლოში უჩივლეს ფედერალური კანონის დარღვევისთვის, რადგან გასაცემის სერტიფიკატები ნაადრევად იწურებოდა, თუმცა გრუპონმა სასამართლოს გარეთ მოაგვარა საქმე. მაშინაც კი მასაჩუსეტსში გარიგებები დაბლოკეს, სადაც რეგულატორებმა დაადგინეს, რომ მისი ონლაინ ვაუჩერები არ ღვევდა შტატის 1984 წლის Happy Hour-ის აკრძალვას. რადგან პლატფორმა კუპონის გაყიდვებიდან პროცენტს იღებდა, შტატმა დაადგინა, რომ გრუპონს ჰქონდა უკანონო სარგებელი ადგილობრივი ალკოჰოლის ლიცენზიებიდან, რის გამოც რესტორნებს გარიგებების შეწყვეტა მოუწიათ, რათა ლიცენზიები დაეცვათ. ეს იყო ერთი ცუდი ამბავი მეორის შემდეგ. ეხლა კომპანია სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყო. გრუპონი დაიწყო უზარმაზარი ფულადი ნაკადით და ბიზნეს მოდელით, რომელიც დაუმარცხებლად ჩანდა, მაგრამ ახლა ის $100 მილიონ ხარჯავდა ბიზნეს მოდელზე, რომელსაც აღარავინ ენდობოდა. და ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ იყო. მეოთხე თავი, ოქროს პარაშუტები. იმის გასაგებად რამდენად მძიმე გახდა მდგომარეობა გრუპონისთვის, საკმარისია მათი ამჟამინდელი აქციების ფასს შეხედოთ. კომპანიის აქციები ამჟამად ვაჭრობაში $18-ზე ნაკლებად იყიდება, მაშინ როცა გასულ წელს მათ ისტორიულ მინიმუმს მიაღწიეს $9.18. კომპანია თავის ყოფილ დიდებას ვეღარ იმეორებს. არც ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც თავდაპირველად ააშენა იგი, აღარ არის დარჩენილი, რომ ზიანი გამოასწოროს. სინამდვილეში ყველასთვის, ვინც კომპანიის დიდების ხანაში იქნა, ძნელად დასაჯერებელია, რა დღეშიც აღმოჩნდა კომპანია. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა ამბობს, რომ ეს მენეჯმენტის შეცდომის ბრალი არ არის. კომპანია თავიდანვე განწირული იყო. ციელობრივი განთავსებიდან 1 წლისა და ნახევრის ქაოსის შემდეგ გრუპონის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცვლილების დრო იყო და გაათავისუფლა ენდრიუ მეისონი, სკანდალური დამფუძნებელი, რომელმაც კომპანიის უმეტესობა პოლიტიკა დააწესა. მისი გადადგომის წერილი ვირუსულად გავრცელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კორპორატიულ ისტორიაში, რადგან მან ასე დაიწყო. დღეს გამათავისუფლეს. თუ გაინტერესებთ რატომ, ყურადღება არ მიგიქცევიათ. მან პირდაპირ ისაუბრა კომპანიის სირთულეებზე და თქვა, რომ ჯერ კიდევ სჯეროდა კომპანიის, თუმცა არც ერთ კრიტიკულ საკითხს არ შეეხო, რაც კომპანიას ჰქონდა. არეულობის გამოსწორება ახალ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. გრუპონის ისტორიის თვალსაზრისით ეს ჯერ კიდევ პირველი კვარტალი იყო. მისი ისტორიული IPO-დან მოულოდნელ კრახამდე 2 წელზე ნაკლები დრო იყო გასული. კომპანიას უნდა გაერკვია, როგორ გაერთზელებინა საქმიანობა ბიზნეს მოდელით, რომელიც როგორც ჩანდა, აღარ მუშაობდა. კომპანია ცდილობდა ახალი კლიენტები მოეზიდა, რათა მომხმარებლები შეენარჩუნებინა და არაფერია კომპანიის დასასრულის უფრო სწრაფი ნიშანი, ვიდრე ტრაფიკის ნაკლებობა. ამიტომ მათ ერთადერთი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მათ მიმართულება შეიცვალეს. 2011 წელს გრუპონმა წამოიწყო Groupon Goods, კომპანიის სრულიად ახალი განყოფილება, რომელიც ფიზიკური საქონლის შეთავაზებაზე იყო ორიენტირებული. ბრენდის კონცეფციის შესანარჩუნებლად ეს იქნებოდა ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც დიდი ფასტაკლებით იყიდებოდა. გრუპონს სურდა ადგილობრივ ბაზრობაზე სიარულის და განსაკუთრებული შეთავაზების პოვნის გამოცდილება ონლაინ სივრცეში გადაეტანა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობდა. გრუპონს თითქმის მთლიანად თავისი ჰქონდა ფასტაკლებების ბაზარი, მაგრამ ფიზიკური საქონლის სექტორში შესვლისას ის უპირისპირდებოდა ინტერნეტის ყველაზე ძლიერ საიტებს, როგორიცაა Amazon და eBay.
ამან არ შეაჩერა კომპანია, რომ პრობლემიდან გამოსავალი ფულის გადახდით ეძებნა. კომპანიამ აგრესიული შეძენები გააგრძელა იმ იმედით, რომ მთელ მსოფლიოში მსგავსი კომპანიების ქსელებსა და მომხმარებლებს შეიძენდა. ეს მოიცავდა ინდურ დღიური შეთავაზებების კომპანიას სახელად SOSASTA. ასევე შეიძინა რესტორნების აპლიკაციები Breadcrumb და Saveri, რომელთა მეშვეობითაც კომპანიამ უფრო მაღალი დონის რესტორნებზე მიიღო წვდომა. მათ შეიძინეს სასაჩუქრე ბარათების გაზიარების აპლიკაცია Boomerang, გეოლოკაციის აპლიკაცია Glassmap და მოდის კომპანია Ideally. ეს ყველაფერი იყო გეგმის ნაწილი, რომ Groupon-ი მხოლოდ ფასდაკლებების საიტიდან ყველაფრის საიტად გადაექციათ. დღეს კი კომპანიას თითქმის ვეღარ იცნობ. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპანიად იქცა, მაგრამ შემდეგ დაინგრა იმ ბიზნეს მოდელის სიმძიმის ქვეშ, რომელმაც ზუსტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც დახმარება უნდა გაეწია. მაშ, რა არის Groupon-ის მომავალი? ან საერთოდ აქვს კი მას მომავალი? Groupon-ის თავდაპირველი ბიზნეს მოდელი საბოლოოდ ჩამოიშალა, როცა ხალხმა გააცნობიერა, რაზე იყო ის აგებული და ახლა დარჩენილი რაღაც ზომბის მსგავსი კომპანია. ის იყენებს ამ ლეგენდარულ ბრენდს, თუმცა ძირითადად ყიდის მცირე რაოდენობის შეთავაზებებს და უამრავ იაფფასიან უსახელო უცხოურ პროდუქტს. დღევანდელი Groupon-ი ციფრული დოლარის მაღაზია. ის ისევ იმაზეა დამოკიდებული, რომ კომპანიები კვლავ შეიძენენ მის ბიზნეს მოდელს. თუ ეს არ იმუშავებს, კომპანიის ნელი სისხლდენა დიდი ალბათობით მალე ფატალურად დასრულდება. როდესაც ტექნოლოგიური კომპანიები კრახტებიან, ისინი ხშირად ძალიან ძიმედ ეცემიან. შეამოწმეთ Amazon-ის გარიგება, რომელმაც ახლახან მოკლა Microsoft-ის მომავალი, რომ ნახოთ, იქნება თუ არა Bill Gates-ის ნამუშევარი შემდეგი მსხვერპლი. ან უყურეთ ამას.